ეროვნული ვალუტა სტაბილურობა სავარაუდოდ 2026 წელსაც შეინარჩუნებს. ასეთია ექსპერტთა ნაწილის მოსაზრება და დადებით ტენდენციებზე საუბრობენ. მათი პროგნოზით საშუალო ვადიან პერიოდში კურსმა შეიძლება 2.65-დან 2.67 ლარის ფარგლებში იმერყეოს. 2026 წელს ლარი სხვა თანაბარ პირობებში, ამ ტერმინს გამოვიყენებ, რასაც ხშირად ვიყენებთ ეკონომისტები, სხვა თანაბარ პირობებში ლარი შეინარჩუნებს სტაბილურობას. გამომდინარე იქიდან, რომ 2025 წელმა ნათლად გვაჩვენა, რომ ლარი უკვე ძლიერი ვალუტაა, მას შეუძლია სხვადასხვა ადგილობრივი თუ გარე შოკების მიმართ მდგრადობა და მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს ჰქონდა არჩევნები, იყო გარკვეული გარე შოკები, ჩვენ ვნახეთ, რომ ფაქტობრივად მთელი წლის განმავლობაში ლარი იყო სტაბილური, მხოლოდ მცირედი გამყარება გაუფასურება ახასიათებდა მას. გარდა ამისა, რეზერვები არის მნიშვნელოვნად გაზრდილი და ამ კუთხით გამორჩეული იყო გასული წელი დაახლოებით 6 მილიარდს გადაცდა საერთაშორისო რეზერვების მოცულობა და ეს ყველაფერი მე მაძლევს იმის პროგნოზის გაკეთების საშუალებას და მე მაფიქრებინებს, რომ წელსაც ლარი უნდა იყოს სტაბილური. წელს არ გვაქვს არჩევნების პერიოდი, ჯერჯერობით გარე მიმართულებითაც ლარის მიმართ წნეხი არ არის მაღალი, ამიტომაც წესითა და რიგით რაიმე განსაკუთრებულს არ უნდა ველოდოთ ლართან მიმართებაში და პირიქით უნდა ველოდოთ, რომ მთელი წლის განმავლობაში ლარი სტაბილური იქნება და თუ კი ეროვნულ ბანკს შესაძლებლობა მიეცა პირიქით იგი საკუთარ რეზერვებს კიდევ უფრო მეტად გაზრდის.